დუბაი მსოფლიო მთავრობათა სამიტს მასპინძლობს, მასში საქართველოს პრემიერიც მონაწილეობს. ირაკლი კობახიძემ დღეს სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არაბულ ინვესტიციებზე ამაყად საუბრობს, ობიექტივის ეთერში ჩატარებულ ინტერაქტიულ გამოკითხვებში მოქალაქეები მსგავს გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ არაბული ინვესტიციები მათთვის მიუღებელია. პროტესტის 76 დღე რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები კვლავ ქვეყნის მთავარ გამზირზე პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და საკუთარი პროტესტი ტრანსპარანტებითა და სასტვენებით გამოხატეს. გადაკეტილი იყო რუსთაველის გამზირი, მოთხოვნა უცვლელია ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირები გათავისუფლდნენ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ფებრუარს მიუნხენში გამგზავრებამდე სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, სალომე ზურაბიშვილის როლი დასავლელ პარტნიორებთან უმნიშვნელოვანესია და მას შეუძლია პარტნიორები დაარწმუნოს ქართულ ოცნებაზე წნეხის გაძლიერებაში. 13 თებერვალს ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს. რეზოლუციას, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებას შეეხება. კენჭისყრა თბილისის დროით 3 საათიდან 5 საათამდე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები უკიდურესი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის მოსახსნელად. დაიცვას დემოკრატიული უფლებების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ევროსაბჭო მოითხოვს გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული პირები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები, მათ შორის მზია ამაღლობელი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ ნორმებსა და სტანდარტებს, რათა ოპოზიცია ჩაერთოს დიალოგში, რაც თავის მხრივ გაუხსნის გზას ახალ ეროვნულ არჩევნებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კონგრესის მომდევნო სესიაზე საქართველოზე დებატი ჩატარდება, რომელიც 2025 წლის 25-27 მარტს გაიმართება. დედაქალაქის ნაწილს ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდებათ. თბილისი ენერჯი გაზმომარაგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დღის ბოლომდე გაზმომარაგება ეტაპობრივად ყველა აბონენტისთვის აღდგება. ცნობისთვის, თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ცენტრალური 500 მმ-იანი გაზსადენის დაზიანების შედეგად გაზმომარაგება 150.000-მდე აბონემენტს ავარიულად შეუწყდა. რამდენიმე დღეა მოქალაქეები გაზმომარაგების გარეშე არიან დარჩენილები. ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპი Fox News-თან ინტერვიუს დროს ამბობს, რომ უკრაინა ერთ დღეს შესაძლოა რუსეთი იყოს. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ მას მინერალები სურს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა $100 მილიარდი ჩადო უკრაინის დახმარებაში. მე მათ ვუთხარი, რომ სურს $500 მილიარდი ღირებულების ლითონები და ისინი დათანხმდნენ. ასე რომ სულ მცირე არ ვგრძნობთ თავს სულელებად, აღნიშნა ტრამპმა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არ ამბობს უარს საგარეო დახმარების გაწევაზე, არამედ ის უნდა გადაიხედოს და გაგრძელდეს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საგარეო დახმარების ინდუსტრიულმა კომპლექსებმა შექმნა არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა სახის ჯგუფები, რომლებიც ამ პროგრამებისაგან სარგებელს იღებენ და თუ რომელიმე მათგანს შეამცირებენ ან მათ შესახებ კითხვებს დასვამენ, ეს განიხილება როგორც ამერიკის რბილი ძალისთვის ძირის გამოთხრა. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფის დაწესებას ეხმაურება. შეერთებული შტატების გადაწყვეტილების შესახებ ევროპული ფოლადისა და ალუმინის ექსპორტზე ტარიფები დააწესოს ღრმა მწუხარებას გამოუხატავ. ტარიფები გადასახადებია, ცუდია ბიზნესისთვის, უარესია მომხმარებლისთვის. ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. ეს მკაცრ და პროპორციულ საპასუხო ზომებს გამოიწვევს. აცხადებს ურსულა
ურსულა ფონ დერ ლაიენი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში შემავალ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტის 25%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს.